შუა დღემში დობისა მიქსერის ეთერიდან მაკაკეთი და ალექსი მოგესალმებით. მოგესალმებით. ეს ვისაუბრებთ ცხოველთა უფლებებზე. და მინდა ვთქვა, რომ გუშინ წინ შემომეკედლა შავი კატა, რომელიც მთელი დილად ამყვება და სრულფასოვანი დიალოგი გვაქვს. ასე რომ საქართველოში მგონია რომ ცხოველთა უფლებებს როცა ახსენებ, გონიათ რომ ეს რაღაც არასერიოზული თემაა, რომ არ არსებობს საერთოდ რა ცხოველების უფლებები. და შენ სრულწმენებისაც არ გჯერა და თუ გადაგირბინა დილას სამსახურში მშვიდად მოდიხარ. ცხოველთა უფლებების გარდა მე მგონი საკმარისად არ ვიცნობთ ალბათ ცხოველთა სამყაროს ზოგადად და სწორედ ამიტომ არის პრობლემა ცხოველთა დაცვაზეც. მოდი ვნახოთ სიუჟეტი ჯერ ცხოველთა სამყაროზე, ზოოპარკზე და შემდეგ გავაგრძელოთ საუბარი. ჩვენი ზოოპარკი თვის დაახლოებით 270 სახეობას, ეს რაც შეეხება სახეობას, თორე რაოდენობრივად ეს გაცილებით უფრო მეტია. ძალიან იშვიათი ცხოველები არიან თავმოყრილი ჩვენ ზოოპარკში, მაგალითად თეთრი ლომები, თეთრი მარტორქა, ავაზა, ანუ გეპარდი. ეს ის ცხოველებია, რომლებიც ახლა მე ჩამოგითვალეთ. ზოოპარკის 80-ზე მეტი წლის ისტორიაში ისინი პირველად იყვნენ ჩვენთან შემოყვანილები და ასე რომ ძალიან დიდ ინტერესს იწვევენ როგორც დედაქალაქის მაცხოვრებლებს შორის, ასევე მის სტუმრებში. ცხოველების შემოყვანა საკმაოდ რთული პროცესია. ნებისმიერ ზოოპარკს აკრძალული აქვს პირდაპირ ბუნებიდან ცხოველების შესყიდვა. ეს პირდაპირ კავშირშია იმასთან, რომ არ შემცირდეს ცხოველების რაოდენობა მათ ბუნებრივ გავრცელების არეალში, ჰაბიტატში. ამიტომ ზოოპარკებს აქვს ეგეთი, ასე ვთქვათ, ერთმანეთში ხდება ცხოველების ან გაცვლა, ან ჩუქება. რამდენიმე დღის წინ სრულიად ვანდალური, ჩემი აზრით, სხვა შეფასება ამას არ შეიძლება მოეძებნოს, ფაქტი მოხდა ჩვენ ზოოპარკში. ერთ-ერთ ცხოველს, კერძოდ აფრიკულ ცივეტას, ჩვენმა დამთვალიერებლებმა წაუგიდეს ცეცხლი. ჩვენთან არის რასაკვირველია სპეციალური ზედამხედველობის სამსახური, რომელიც ამას ყველაფერს, ასე ვთქვათ, უყურებს და ისინი ამას საკმაოდ კარგადაც ართმევენ თავს, მაგრამ საქმე ის არის, რომ ეს არის ერთი წამის მომენტი. ჩვენ და საბედნიეროდ ცხოველი გადარჩა, მას არანაირი ზიანი მიჯამთელობას არ მიეყენა, თუ არ ჩავთვლით, რა თქმა უნდა, იმ ფსიქოლოგიურ სტრესს, რაშიც ის აღმოჩნდა რაღაცა გარკვეული ხნის განმავლობაში. თუ მიუდგებით ჩვენ ძალიან მკაცრი მოთხოვნების საფუძველზე, გმერწუნეთ, რომ არც ერთი ზოოპარკი მსოფლიოში ნორმებს არ აკმაყოფილებს, არც ერთი. იმიტომ რომ ეს არის მაინც ტყვეობა, რაც შეეხება ახლა ზოგადად ნორმებს ჩვენი ზოოპარკის, ის მეტნაკლებად, რა თქმა უნდა, ამ ნორმებს აკმაყოფილებს. ჩვენ ნახეთ სიუჟეტი და ჩვენი სტუმარია ბატონი ზურაბ გურიელიძე, თბილისის ზოოპარკის დირექტორი. დიდი მადლობა ბატონო ზურაბ, რომ გამარჯობათ. ჩვენ სიუჟეტის პარალელურად ვლაპარაკობთ. სიუჟეტში, რაც მოვისმენთ ინფორმაცია, კიდევ ერთხელ ცხადყოფს იმას, რომ ადამიანებმა რაღაცნაირად იმდენად დავკარგეთ ალბათ კონტაქტი იმ სამყაროსთან, რომელიც ჩვენს პარალელურად ამ ქალაქში ცხოვრობს, რომ უკვე ბავშვებიც ესეც საზარელ აქს ჩადიან, თუ არ ვიცი, არანაირი გამართლება არ აქვს. 12 წლის. 12 წლის. ნამდვილად ძალიან საზარელი ფაქტი იყო, საბედნიეროდ ყველაფერი კარგად დამთავრდა და თქვათ, ცივეტა ოდნავ შეიტრუსა და შეშინდა ძალიან, თორე სერიოზული დაზიანებები მას არ მიუღია, მაგრამ თვითონ ფაქტის ძალიან სამწუხაროა. ერთადერთი დამშვიდებელი არის ის, რომ თქვათ, ესეთი ფაქტები არც ისეთი ხშირი არის, მაგრამ გვაქვს ადგილი და გარდა ამისა ძალიან ესეთი კარგი ფაქტი იყო იმავე დროს, რომ თვითონ ერთ-ერთმა დამთვალიერებელიც ჩაერია ამაში. სანამ თქვათ, როგორც კი დაცვამ დააფიქსირა კამერით, რომ ეხდებოდა, რომ მივიდა, უკვე ერთ-ერთი დამთვალიერებელი ცდილობდა, რომ ეს მოეშორებინა ეს ბავშვები ცხოველისათვის. ნუ ესეც უკვე სასიამოვნო ფაქტია, ამიტომ თქვათ ესეთი ეს ინფორმაცია, როდესაც მე ინტერნეტით წავიკითხე პირველად და შევიტყე, როდესაც ეს ინფორმაცია გავრცელდა, იქ ეწერა, რომ ეს არაერთხელ მომხდარა მსგავსი ფაქტი, უბრალოდ ნუ შეიძლება ესეთი მასშტაბური. დიახ, არა, იცით როგორ არის? აი თვითონ ცხოველის დაზიანება იყო ადრე, იყო დაახლოებით 5 წლის წინ იყო, როდესაც ისევ ბავშვები ცდილობდნენ, რომ ამ შემთხვევაში აფრიკული სირაქლე მასთვის გადაესხათ სანთებელას ბენზინი და ცეცხლი წაეკიდებინათ, რომ არც
არც მისულა მაგამდე ის იყო მცდელობა უბრალოდ, მაგრამ სურვილი ნამდვილად ჰქონდათ და ძალიან სამწუხარო ფაქტი უკვე ვანდალური დამოკიდებულება უკვე თვით როგორი აი როგორ როდესაც ცდილობენ რომ ჯოხი შეუჩიჩხინონ გელს, ნიანგს, რადგან ეს ორი ცხოველი იზიდავთ ამ მიმართულებით განსაკუთრებით. ორივე ძალიან სახიფათო ცხოველია და შეიძლება ძალიან ტრაგიკულადაც დამთავრდეს. მე ვინტერესდები ამ დროს სად არიან მათი მშობლები. ისედაც ხშირ შემთხვევაში მშობლები ძალიან მეშვებიან, წაახალისებენ ხოლმე და როდესაც შენიშვნას მისცემ, მათ პირიქით ზოგ შემთხვევაში აგრესიაც კი მოდის მათგან. ანუ ჩვენ რასაც გვინდა იმას ვიზამთ. თქვენ ასევე არსებობს რაღაცა უსაფრთხოების ნორმები. სწორედ ამ ფაქტსაც მოყვა თქვენს Facebook-ზე შემდეგ გამოქვეყნება ამ უსაფრთხოების ნორმების და ზოგადად როგორ იცავთ ამ უსაფრთხოებას, როგორ ახერხებთ, რომ როდესაც ასეთი ფაქტები ძალიან ხშირია, ვით უმეტეს და როდესაც არ ყავთ ელემენტარულად ასე ვთქვათ, ზედამხედველები ბავშვებს, ამ შემთხვევაში ზოოპარკი აი ძალიან ხშირია, ძალიან ხშირია ასევე ბარიერებზე გადაძრომა და ცდილობა იმაში, რომ შევიდნენ ცხოველებთან ვოლიერებში. სწორედ ეს არის ყველაზე უფრო სახიფათო მომენტი, ალბათ, რაც შეიძლება ჩაიდოს. ხა იყო რამოდენიმე ისე 1-2 წლის წინ შემთხვევა, როდესაც ვთქვათ, მშობლები, ორი მშობელი ძალიან გაერთო საუბარში და პატარა ბავშვი დაახლოებით 3-4 წლის გადაძრა ბორდიურზე და შეძრა სპილოს ვოლიერში. საბედნიეროდ იქვე იმყოფებოდა ჩვენი თანამშრომელი, რომელიც და გამოიყვანა ეს ბავშვი. ეს ყველაფერი შეიძლება ტრაგიკულად ამ. ამის გამო ჩვენ იძულებული გავხდით, რომ დაგვეყენებინა ვიდეო კამერები. ახლა ზოოპარკის მთელი ტერიტორია დაფარულია ვიდეო კამერებით, 62 ვიდეო კამერა გვაქვს დაყენებული, რომელიც საკუთარ ეს შთამბეჭ დავიცეპი, ასე ნებისმიერი კუთხე კონტროლირდება. თუმცა, რა თქმა უნდა, დაცვის თანამშრომელი ერთი პუნქტიდან და მეორე პუნქტამდე რომ მივიდეს, ამას გარკვეული დრო ჭირდება, თქვა შეუძლებელია ყველგან ერთი და იგივე ყველა ვოლიერთან თანამშრომლის დაყენება. გარდა ამისა, არის გამოფრთხილებელი ნიშნები, სადაც აღწერილი არ შეიძლება, თუმცა ძალიან ისეთი ორიგინალურად გაფორმებული ნიშნებია. სულაგაურის მიერ არის დახატული, ძალიან საინტერესო არის. ბატონო ზურაბ, მოდით რომ მივყვეთ ზოოპარკის ისტორიას, 27 წლიდან იწყება ზოოპარკის ისტორია, შემდეგ 90-იან წლებში განსაკუთრებით მძიმე პერიოდი ჰქონდა მას და ალბათ ვერ ვიტყვით რომ დღეს სულხინს. რა ხდება მოდით მოვყვეთ ისტორიას ანუ გულისხმობ გარემოს აუცილებელია რომ მოწესრიგდეს თუნდაც როდესაც გადავდივართ აი ჩვენ აქ მუშაობთ ხიძე როცა გადავდივართ ვარაზის ხევზე ვხედავთ საშინელ მდგომარეობაში მყოფ დათვებს თუნდაც და ჩვენ დათვებზე ვისაუბრეთ უკვე რომ მათ ცალკე თავში საფრე ჭირდებათ დიახ დათვების მდგომარეობაზე ვისაუბრეთ და შემდეგ კონკრეტულად კი ბატონო დავით რახან დათვებს შევიხოთ დაიწყო დათვებით დათვები არის განსაკუთრებული პრობლემა იმიტომ ეს დათვები არიან ჩამორთმეულები ეს დათვები გაცილებით უფრო უარეს პირობებში იყვნენ ყოველ შემთხვევაში ახლა საკვები მაინც ნორმალურად აქვს და აი ეს დათვები რომლებსაც ხედავთ განგზიდან მათ ვოლიერიც საკმაოდ ნორმალური აქვს მათ აქვს დიდი აუზი სადაც შეუძლიათ იცურავონ მაგრამ ერთი მომენტი არის თუ მათ არ აქვს საკმარისად დიდი ვოლიერი ისინი ანგრევენ ყველაფერს აი ეს არის რაც თვალში ხვდებათ ყველანაირად თორე შესაბამისად აი ამ დათვებს რომლებიც გიდან ჩათ გაცილებით უკეთესი პირობები აქვს ვიდრე იმ დათვებს რომლებიც არ ჩანს ეს რესტორნებში ფოტოების გადასაღებად ფოტოების გადასაღებად რესტორნებში ხალხის მისაზიდად იყვნენ რაღაც პატარა გალიებში რომლებშიც ძლივს იმართებოდნენ ერთი მაგალითად იყო ჩამოყვანილი რომელსაც ერთ-ერთი რესტორნიდან არ აქვს მნიშვნელობა რომელი რესტორნიდან რომელსაც ალკოჰოლიანი სასმელები თუ მასვინცდებოდნენ შემდეგ ცალი თვალი დაუსიანეს იცით ხოლმე ჩამოართვით თუ დააჯარიმეთ საერთოდ არა ჩვენ არ ვართმევთ ხო ალბათ დააჯარიმეს კიდევაც იმიტომ რომ თქვა ეს გადმოგცეს უკვე გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომლებმა თხოვნით რომ იქნებ შეგვენახა რადგანაც სხვა შესაძლებლობები არ იყო შესაბამისად ჩვენ მივიღეთ ეს დათვები და დაგვრჩა იყო ასე ჩვეულებრივი კანონდარღვევაა რა რა თქმა უნდა ეს კანონდარღვევა არის ეხლა ძალიან დიდი რაოდენობით 17 დათვი ყავს და გარდა ამ ჩვენი 17 დათვისა საქართველოში ჩვენი მონაცემებით დაახლოებით 50 დათვი ასეთ მდგომარეობაში იმყოფება. ასე რომ თქვათ ეს საკმაოდ ესეთი პრობლემაა და იგივე ისე ადამიანის დამოკიდებულება ცხოველების მიმართ აი ეს დათვი რომელიც გეუბნები დაზიანებული ქონდა თვალი რადგანაც ასე თქვათ რესტორნიდან ნაკეიფება ხალხმა დაუზიანეს თვალი. ეს რასაშინელებაა ცხოველებმა არ იციან რომ მათ აქვთ უფლებები და თავიანთი უფლებების შესახებ წარმოქმნა არ აქვს და ისე ჩვენ ადამიანებმა უნდა დავიცვათ. რა თქმა უნდა ეს არსებობს რაღაცა როდესაც ცხოველი ყავს ტყვეობაში, მას უნდა შეუქმნან ნორმალური პირობები. ეხლა რისთვის ყავს, თავარი ამოცან არის, რისთვის ყავს ეს და ისევ დაუბრუნდეთ ამ ზოოპარკების ისტორიას. როგორი ფრაზა თქვით, ეხლა ცხოველები ყავს ტყვეობაში, ხო პრინციპში. ხო, თუმცა საზღვარგარეთ მინახავს არაერთი ზოოპარკი, სადაც ვოლიერები არის ისეთი და თავისუფალი თითქოს ვერც მიხვდები, რომ ისინი არიან ტყვეობაში, მაგრამ ამ შემთხვევაში მე მგონი ჩვენს პირობებში რაღაც ისე გამოდის, ცხოველი უფრო დაცულია, როდესაც გალიაშია და უფრო ჩაკეტილია ადამიანისგან ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ იქაც კი აღწევენ მავნებლები, არამც
თუ ახლა ისე ყოფილა შემთხვევები, ეს მარტო საქართველოს პრობლემა არ არის, ძალიან ბევრგან ყოფილა ესეთი შემთხვევები. აი ის რომლებიც ის არის ვიზუალურად არ ჩანს ის ბარიერები, რომლებიც არის დაყენებული საზღვარგარეთ, ეს არის ელექტროღობეები, თხრილები, რომლებიც ცხოველს უშლიან ხას რომ გადმოვიდნენ აქეთან მხარეს. ასე რომ ბარიერები მათაც აქვს, უბრალოდ ვიზუალურად ახმადი არ არის და გულახდილად რო გითხრათ ცხოველებისათვის არ აქვს მნიშვნელობა, ეს არის თქვა გისოსები თუ ელექტროღობე. ეს მათთვის სულ ერთი ეს ჩვენ ვიზუალურად ჩვენ ესთეტიკაზე მოქმედებს უფრო ვიდრე ცხოველის კეთილდღეობაზე. ეს ძალიან ბევრი მნიშვნელობა აქვს თვითონ ვოლიერის შიდა სტრუქტურას, ასე კვების რეჟიმს. აი უამრავი საკითხებია, რომელიც გასათვალისწინებელია. ახლა რაც შეეხება ისევ ზოოპარკების ისტორია, ზოოპარკები, როდესაც მოხდა, ასე ვთქვათ, 60-იანი წლების ბოლოდან უკვე მოდიფიცირება ზოოპარკმა დაკარგა როგორც ასე ვთქვათ, შოუს ფუნქცია და ის გახდა უკვე კონსერვაციული, ანუ მათი ძირითადი ფუნქცია არის ცხოველების შესახებ ინფორმაციის მიწოდება საზოგადოებისათვის. და ასევე იშვიათი სახეობების აღდგენაში მონაწილეობა. ეს კვლევის წარმართვა? დიახ, რა თქმა უნდა, კვლევის წარმართვა ამიმართულებს, არა მარტო კვლევის წარმართვა, ასე იშვიათი სახეობების გამრავლება, მათი ბუნებაში დაბრუნება და იმ ცხოველების, რომლების ბუნებაში გადაშენების პირას იმყოფებიან, ინფორმაციის მიწოდება დამთვალე ადამიანებისათვის. აი მაგალითად, ესეთი ძალიან საინტერესო ფაქტია, რომელიც ხშირად მომყავს ხოლმე, როცა ზოოპარკის მნიშვნელობაზე გვაქვს საუბარი, მაგალითად ხალებიანი აფთარი, რომელიც არის, ზოგადად აფთარი, რო ავიხოთ, რომელიც ძალიან ესეთი ცუდი იმიჯის მქონე ცხოველია, ხალხში ხალხს ძალიან არ უყვარს, არის საზიწყარი ეს, სხვადასხვა მულტფილმების ხელს უწყობენ, ძალიან კარგი მულტფილმებიც ამის ჩამოყალიბებას, სინამდვილეში აბსოლუტურად განსხვავებული ცხოველები არიან და როდესაც ხედავენ მაგალითად, რომ ან მე ან ზოოპარკის თანამშრომელი ეს აფთრებთან კონტაქტში არის იქ, ესაუბრება, ეფერება, ძალიან უკვირთ, ანუ ცხოველის რეალური ასე ვთქვათ, ცხოვრება არ შეეფერება იმ იმიჯს, რაც არის. აი ეს ასე ზოოპარკის ერთ-ერთი ფუნქცია არის, რომ სწორი წარმოდგენა მისცეს ადამიანებს ცხოველების შესახებ. ნუ ამის გამო, რა თქმა უნდა, რაღაც გარკვეული ცხოველები, როგორც ასე ვთქვათ, შევარქვი, ეს არიან, ვთქვათ, ელჩები მათი, რომ გააცნონ თავიანთი თავი ადამიანებს, როგორ უნდა დამოუკიდებლად. ამიტომ ზოოპარკის ძირითადი ფუნქცია ეს არის ალბათ კონსერვაციის გარდა ადამიანის დამოკიდებულების შესვლა ცხოველების მიმართ. თუმცა თქვენ ახსენეთ, რომ დაკარგა შოუს ელემენტები ზოოპარკმა და ალბათ სწორედ ეს შოუები არის, რაც ყველაზე კარგად აცნობს ვითომეტეს პატარა დამთვალიერებას, ვიდრე ესე დაკარგა მხოლოდ შოუს ფუნქცია. აი თუ წარმოვიდგენთ სამხეთზე, როდესაც მოდიხარ და ნახულობ, რა ლომი, რომელიც ვერ მოძრაობს, ვერ დგება, ვერ ჭება, აი რაც ჰქონდათ იგივე 19 საუკუნეში, 19 საუკუნის ბოლომდე ჰაგენბეკი იყო ესეთი გერმანელი, ნუ ზოოლოგს ვერ ვიტყვი, მაგრამ მას ჰქონდა პირველი ზოოპარკი, რომელსაც ეს ცვლილებები დაიწყო უკვე შემდეგ და აი მანამდე იყო მხოლოდ და მხოლოდ აი ესეთი სანახაობა. მაგრამ მეტი არაფერი. აი ამის შემდეგ უკვე 60-იანი განსაკუთრებით ჯერალდ დარელისა და ულის სილი, ესეთი ამერიკელი მეცნიერი, მათი ინოვაციების მიხედვით უკვე ეს არის ინფორმაციის მიწოდება. რა თქმა უნდა, არსებობს შოუ, რომლითაც იზიდავ დამთვალიერებელს, მაგრამ აქედან ის უნდა წავიდეს უკვე რაღაც გარკვეული ცოდნით აღჭურვილი. ანუ მეტი უნდა გაიგოს ცხოველის შესახებ, ვიდრე შემოგვიყვება. რეალურად თავარი დატვირთოს სწორედ ეგ. ხო, რა თქმა უნდა, მაგრამ ერთ-ერთი რა თქმა უნდა შოუ რჩება ის ფუნქციად მიზიდვა. და იყოფა კიდევაც არის ცხოველები, რომლებიც აი ძალიან იზიდავს დამთვალიერებელს, მაგრამ ჩვენ გვყავს ეგეთი თეთრი ვეფხვი, რომელიც ძალიან იზიდავს, თუმცა ბუნებაში ის ვერ ცოცხლობს. ანუ მხოლოდ ზოოპარკებში არიან. სამაგიეროდ გვყავს ასევე ცხოველი, რომელიც ნაკლებად იზიდავს ადამიანს, რო თქვა მაგალითად, რომ ჩვენ გვყავს აარდვარკი. ეს არის ძალიან საინტერესო ცხოველი, ეს არის ერთ-ერთი უძველესი ძუძუმწოვარი, რომელიც აფრიკაშია გავრცელებული. ჩვენ ზოოპარკს ყავს, ეს ძალიან ბევრ ზოოპარკს არ აყავს. და შესაბამისად ადამიანები ამის სანახავად არ მოვლენ, იმიტომ რომ არ იციან ეს რა არის ცხოველი, მაგრამ მოდიან თქვა თეთრი ვეფხვის სანახავად, ამასობაში ესწნობიან აარდვარკსაც და მიდიან და რო სანახულობენ როგორ უცნაური ცხოველი, უკვე რაღაცა ახალი იციან. ეს არის ახლა რაც შეეხება სტანდარტებს. სტანდარტები, რა თქმა უნდა, ახლა ყველა ვოლიერი სტანდარტებში არ არის, მაგრამ ყველა ვოლიერი თანდათანობით უახლოვდება ევროპულ სტანდარტებს. ჩვენ გვაქვს ვოლიერები, რომლებიც აბსოლუტურად ევროპულ სტანდარტებს ექვემდებარებიან. შენდება ახალი ვოლიერები, აი უახლოეს პერიოდში დამთავრდება უკვე ლომებისთვის ვოლიერი, რომელიც აბსოლუტურად ლომების დათვების მეზობლად არიან. დიახ, ის გადავიდა. მაინც აი სტანდარტები როგორი არის, რო ავხსნათ? იცით რა, სტანდარტები ესეთი როგორი
ყველაფერი არის გათვალისწინებული სტანდარტებში. როგორი ფართობი უნდა იყოს, შიგნით რა უნდა იყოს, წყალი როგორ უნდა მიეწოდებოდეს. სხვადასხვა ჭირდება რა. რა თქმა უნდა, ყველა ცხოველისთვის ეს არის საცალკე სტანდარტები, ეს გახლავთ ესეთი. და უკაცრავად გაწყვეტინებთ ახლა, მაგრამ თვითონ იმის სტანდარტი არ არსებობს, თუ სად უნდა მდებარეობდეს ქალაქში ზოოპარკი, იმიტომ რომ ძალიან ხშირად მომისმენია საუბარი, რომ ცუდ ადგილას არის ზოოპარკი თბილისში. იცით როგორ არის, აი ძალიან ბევრი. და მე მგონი ლაპარაკიც იყო, რომ უნდა გადაეტანათ რაღაც პერიოდში. იყო ამასთან დაკავშირებით, ეს ისევ არსებობს ეს აზრი, ასევე ტერიტორიას თბილისის ზოოპარკს აქვს, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორია 50 ჰექტარი, რომელიც ეს არის ძალიან დიდი ზოოპარკი მსოფლიო მასშტაბითაც კი, ეს ეკუთვნის უკვე თბილისის ზოოპარკს, მე ხა იურიდიულ ფორმას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ მას შეუძლია რომ გადავიდეს. ერთადერთი არის რომ თლიანად გადასვლა ცოტა რთულია, რადგან ძალიან დიდ დანახარჯებთან არის დაკავშირებული, ესეთი ჩვენ გვაქვს რამოდენიმე პროექტი ახალი ზოოპარკისა, ну, მათ შორის ყველაზე უფრო ასე ვთქვათ, იაფასიანი პროექტი 60 მილიონ ევროს აღემატება. ასე რომ არც ისეთი ადვილი გადასატანი, ამიტომ ესეთი გადაწყვეტილება გვაქვს მიღებული, რომ ის ტერიტორია, რომელიც გვაქვს, იყოს გამოყენებული უკვე სწორედ კონსერვაციული მიზნით. ანუ ნელ-ნელა დავიწყოთ იმ ტერიტორიის ათვისება. ახლა აქ ესე ვთქვათ, აი ვიზუალური ვოლიერები და კონსერვაციისთვის ვოლიერები სხვა განსხვავდება ერთმანეთისაგან, შეიძლება ნაკლებად ვიზუალურად ატვირთული იყოს ეს მაინც ზოოპარკებში ესეთი მინების ყველაფერი დამთვალიერებლებისთვის არის ვიდრე ცხოველისთვის და აი კონსერვაციულ ცენტრებში უკვე პირიქით არის ყველაფერი ცხოველებისთვის არის და დამთვალიერებლები ნაკლებად არის გათვალისწინებული. ნუ ჯერჯერობით ამ მიმართულებით დავიწყებ და ასევე ერთ-ერთი ჩვენი ამოცანა ამ მიმართულებით მუშაობთ, რომ ასევე დათვების თავშესაფარი შეიქმნას იმ ტერიტორიაზე, რომ ეს გაყვანილი იყოს. რაც შეეხება თვითონ ქალაქის ცენტრში და შეიძლება ველურ ბუნებაში რომ დაბრუნდნენ ეს დათვები, ანუ არა შეუძლებელია სამწუხაროდ. ბელები შესაძლებელია რომ დაბრუნდეთ, ხოლო დიდი დათვების რომლებიც უკვე დიდი ხანია ადამიანთან არიან, ეს უკვე ძალიან ბევრ პრობლემებთან არის დაკავშირებული. და ასე რომ პრინციპში აი დათვების რომლებიც რესტორნებთან დიდი ხნის განმავლობაში იტანჯებოდნენ, მათი დაბრუნება შეუძლებელია. და ისე ხა დღესდღეობით რამხელა ტერიტორიას ფარავს თბილისის ზოოპარკი, იმიტომ რომ 1927 წელს მე მგონი 70 ჰექტარი გადაეცა. დიახ, გადაეცა 70, რა თქმა უნდა, ქალაქის განვითარებასთან ერთად შემცირდა, დღეს არის 9 ჰექტარი. 9 ჰექტარი არის, თუმცა ეს რა გითხათ, რომ სიტის ზოოპარკისათვის ესეთი ცნება არის, არც ისე პატარა ტერიტორია არის, აი თავარი არის, ფორმაც არ აქვს მაინც და მაინც კარგი, თუმცა რაღაცა გარკვეული საქმიანობის აკაჩატარება შესაძლებელია. ძალიან ბევრი ზოოპარკები არსებობს ქალაქის ცენტრში არის, რაღაც ანტვერპენის ზოოპარკს და რკინიგზის სადგურს ერთი კედელი ყოფს ხოლო ბერლინის ზოოპარკი ქალაქის ცენტრშია მოთავსებული, ასევე ლონდონის ზოოპარკიც ქალაქის ცენტრშია, მაგრამ დიდ პარკშია. ну ესეთი არსებობს, რა თქმა უნდა, ახლა პრობლემები სიტის ზოოპარკს აქვს, მაგრამ მას თავისი ფუნქცია აქვს. ეს სწორედ არ გვესაუბრია პრობლემებზე. პრობლემა ერთი ძირითადი მთავარი პრობლემა რაც იყო უკვე ვისაუბრეთ დათვები ამასთან დაკავშირებით. დანარჩენი ნელ-ნელა მიმდინარეობს მუშაობა, ჩვენ ვართ უკვე ევროპის აკონტექსტ ზოოპარკების ასოციაციის, ეს არის ზოოპარკების ევროპული გაერთიანების წევრობის კანდიდატები. მათი შეფასებით ჩვენ სწორი მიმართულებით მივდივართ და საკუთარ კარგი ტემპით მივდივართ. და ამიტომ იმედი გვაქვს, რომ უკვე 2 წელი დაგვრჩა, 5 წელი უნდა ვიყოთ კანდიდატები, რომ უკვე შეუთლიანად სრული წევრები გავხდებით. ეს ნიშნავს, რომ უკვე ჩვენი პირობები ცხოველებისათვის მათთვის მისაღებია. და ასევე ის მიმართულება რა მიმართულებითაც მუშაობთ, ასევე მისაღებია მათთვის. ასე რომ ისეთი რომ თქვათ, რომ აი რაღაც გადაუჭრელი პრობლემები ქონდეს, ესეთი დღესდღეობით საბედნიეროდ არ აქვს. ნუ შეიძლება ესეთი შიდა პრობლემები იყოს, მაგალითად ისეთი რომ ჟირაფი არ აყვავს ჯერ, იმიტომ რომ თქვათ საჟირაფე ვერ ავაშენეთ, იქ რაღაც ვოლიერების მშენებლობა არის სირთულე, ნუ დაახლოებით ესეთი ტიპის პრობლემები, ისე რომ თქვათ რაც იყო თუნდაც 90-იან წლებში რომ ცხოველების საკვები არ იყო და ცხოველების შიმშილით იყო, ესეთი რა თქმა უნდა. აი კვება, რაც მივახციეთ საერთაშორისო ნორმებს და ძალიან მაღალ დონეზე გვაქვს, ეს არის კვება ცხოველების. ანუ ყველა ცხოველს აქვს პირობა სრული იმისათვის, რომ სრულფასოვნად მოახერხოს ცხოვრება ზოოპარკში. ასე თუ ისე, ყველა ცხოველს ახლა ზოგს უკეთესი, ზოგს უარესი, მაგრამ ეს ყველაფერი ნელ-ნელა ვითარდება, ყველაფერი იცვლება და ძალიან ვცდილობთ, რომ ძალიან მალე ყველა ცხოველს შევუცვალოთ. იცით, როდესაც დავიწყეთ ჩვენ ჯგუფმა მუშაობა, ძალიან მძიმე პირობები იყო. და პირველი რაც მოვახერხეთ, რომ ეს სასწრაფოდ უნდა გამოგვიყვანა ეს ცხოველები და უკეთეს პირობებში მოგვეთავსებინა. ნუ ამას რაღაც პერიოდი დაჭირდა, იმიტომ რომ ამას ყველაფერს აშენება ჭირდებოდა. შემდეგ იყოს აუცილებელი, რომ კოლექცია შეგვედგინა გაგვე. მაგრამ არც ერთი ცხოველი არ მრავლდებოდა. დღეს მრავლდება უკვე ახლა დღეს პირიქით უკვე დავიწყეთ მუშაობა იმაზე, რომ რაღაც გარკვეული ესეთი სტერილიზაციის პროექტები განვახორციელოთ. დროებით სტერილიზაცია არის ესეთი, რომ გავაჩეროთ მაგალითად ლომს, დედა ზულომს ჩაუტარეს სტერილიზაცია, იმიტომ რომ უკვე სამი თაობა მოგცა და უკვე ძალიან ბევრი ლომები დაგროვდნენ. ნუ ეს ყველა უკვე ამ
ეს ჩვეულებრივი მეთოდებია ევროპის ზოოპარკებისათვის და ძალიან საბედნიეროა ის, რომ აი ძალიან ინტენსიურად მრავლდებიან ჩვენთან ცხოველები, რაც თავისთავად მაჩვენებელია ის, რომ ბატონ ზურაბ, ჩვენ გადაცემის შემდეგ ნაწილში კიდევ გთხოვთ, რომ დარჩეთ და ჩვენთან ერთად იყოთ, თუმთ ქალაქის ზოოპარკიდან ჩვენ გადავინაცვლებთ ველურ ბუნებაში, მაგრამ მაინც სანამ გავალთ სარეკლამო ჭრაზე, როგორია იდეალური ზოოპარკი აი თქვენს წარმოდგენაში? იდეალური ზოოპარკი, ის მე რომ მკითხოს კაცმა იდეალური ზოოპარკი ჯერჯერობით არ შექმნა, თუმცა არის იდეალურთან დაახლოებული ზოოპარკები, მაგალითად მე ძალიან მომეწონა ჰოლანდიაში არის ესეთი ბიურგერის ზოოპარკი, ეს ძალიან კარგი ზოოპარკია, ასევე გერმანიაში კელნის ზოოპარკი, ინგლისის ზოოპარკები, ყველა ძალიან. და როდესმე მივახლოვდებით მაგ სტანდარტს. იდეალური ზოოპარკი ჩემი აზრით არის ველური ბუნება და მოდი სწორედ ველურ ბუნებაზე გავაგრძელებთ საუბარს იასონ ბადრიძესთან ერთად და გავიგებთ როგორ უნდა დაამყაროს ადამიანმა ცხოველთან კავშირი. რეკლამა